უნივერსიტეტის ქუჩა ქავთარაძეს გვირაბით დაუკავშირდება. მერია ტენდერს უახლოეს კვირებში გამოაცხადებს. შესაბამისი განცხადება დღეს თბილისის მერის მოადგილემ BMG-ს კითხვის საპასუხოდ გააკეთა. ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ მზა პროექტი მერიას რამდენიმე დღეში ჩაბარდება. რომელი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები ექნება თბილისის მერიას 2024 წელს და როდის დასრულდება ქალაქში მიმდინარე სამუშაოები. ანუკა ჯოხაძე გვერდდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ელენე 2024 წელს თბილისის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში 550 მილიონი ლარამდე თანხის დახარჯვას გეგმავს. მერიაში ამბობენ, რომ კონკრეტულ პროექტებს, რომლებსაც თბილისის მერია 2024 წელს განახორციელებს, საზოგადოებას უახლოეს დღეებში გაცნობენ, თუმცა მანამდე უკვე ცნობილია რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს დაიწყება. დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით თბილისის მერია ახალ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობას რამდენიმე დღეში დაასრულებს და ტენდერი გამოცხადდება. საუბარია პროექტზე, რომლითაც ბაგების საბურთალოს ხიდის, შემდეგ კი გვირაბის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს ქავთარაძის ქუჩას. კერძოდ, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ ტენდერი ამ კუთხით უახლოეს კვირებში გამოცხადდება. შესაბამისად, მისი დაწყებიდან 6 თვის ვადაში უნდა მოხდეს სრულად სამუშაოების დასრულება. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდს, ხიდით სარგებლობა უკვე თებერვლიდან იქნება შესაძლებელი. ზუსტად იანვრისთვის ბოლოს უკვე ხიდი მთლიანად აშენებული იქნება და იქნება უკვე იქ ტექნიკური დეტალები არის, გამონოლითება, იზოლაცია, ასფალტის დაგება დარჩენილი, რომელიც თებერვლისთვის ბოლოსთვის დასრულდება და აქაც უკვე გადაადგილება სრულად იქნება შესაძლებელი. ეს ხიდი უკვე როდესაც უნივერსიტეტის ქუჩას დაუკავშირდება, უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძემდე მოხდება ახალი გვირაბის გაჭრა, სამანქანე გვირაბის გაჭრა და ფაქტიურად უკვე ბაგებიდან ქავთარაძეზე, შაველაზე ამოდენიმე წუთში იქნება შესაძლებელი გადაადგილება. რაც შეეხება პროცედურებს, ჩვენ ეს პროექტი უკვე ფაქტიურად რამოდენიმე დღეში ჩაბარებული გვექნება და უახლოეს დღეებში კვირაში გამოცხადდება უკვე მშენებლობაზე ტენდერი და ამის მერე უკვე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. სავარაუდოდ 6 თვეში მთლიანად დავამთავრებთ ჩვენ ამ სამუშაოებს. 2024 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაც, რომლისთვისაც 15 მილიონი ლარია გამოყოფილი. თუმცა ეს ნაწილი თვალისწინებს წელს მხოლოდ გამზირზე არსებული შენობების ფასადების განახლებას. თბილისის მერის მოადგილე ამბობს, რომ უშუალოდ ფიზიკურ სამუშაოებზე რამდენიმე ლოტად ტენდერი 2024 წლის მეორე კვარტალში გამოცხადდება. მისივე თქმით, 2024 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით რუსთაველის გამზირზე სამუშაოები არ იგეგმება. რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, ჩვენ წელს დაგეგმილი გვაქვს რუსთაველის გამზირზე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მხოლოდ შენობების, ფასადების და სახურავების რეაბილიტაცია, არანაირ საგზაო სამუშაოებზე საუბარი არ არის, როგორც ამას რამოდენიმე ტელევიზია მიზანმიმართულად ავრცელებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი საგზაო სამუშაოები წელს ჩვენ რუსთაველის გამზირზე არ გვაქვს დაგეგმილი. საუბარი არის მხოლოდ შენობების რეაბილიტაციაზე. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება უკვე პროექტირებებზე, რამოდენიმე ლოტად იქნება დაყოფილი, რამოდენიმე თვეში ჩავიბარებთ ჩვენ ამ პროექტებს და დაახლოებით მეორე კვარტალში იქნება უკვე შესაძლებელი უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერის გამოცხადება. მიმდინარე წლიდან იგეგმება წლების წინ არაერთხელ დაანონსებული და დაპაუზებული პროექტის დაწყება. საუბარია ვეფხიდან მოყმის ესტაკადის მშენებლობაზე. ამის შესახებ ანონსი კახაკალაძემ საკრებულოში გააკეთა. მისი თქმით, უკვე შერჩეულია კონკრეტული პროექტი, რომელიც ადგილზე უნდა განხორციელდეს. კალაძის თქმით, პროექტის ჯამური სავარაუდო ღირებულება 300 მილიონი ლარი იქნება. პროექტის მიხედვით მარშალ გელოვანის გამზირი სამტრედიის ქუჩას ხიდით უნდა დაუკავშირდეს. კიდევ რამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გეგმავს თბილისის მერია მიმდინარე წელს, იქამდე სანამ თავად თბილისის მერიის წარმომადგენლები საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას გაუზიარებენ, შევეცდებით მაყურებელს უკვე დაანონსებული პროექტები გავაცნოთ, რომელიც ბიუჯეტის დოკუმენტშიც უკვე არის მოხვედრილი. მადლობა ანუკა, ჩემი კოლეგა ანუკა ჯოხაძე საუბრობდა თბილისის მერიაში გაკეთებული განცხადებებით.